შემოგვიერთდა სტუმარი, რომელსაც სიამოვნებით წარმოგვიდგენთ წყნეთი ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი. მოგესალმებით, მამა ლევან, დაგლოცეთ. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. დღეს ჩვენ საუბრობთ საკუთარი თავის შეცნობის შესახებ. ის რაც ასე გვაინტერესებს ყველას და ასე უნდა ვცდილობდეთ ალბათ. დავიწყოთ იმით, თუ რატომ არის საკუთარი თავის შეცნობა ქრისტიანული ცხოვრების გზაზე აუცილებელი და რასთან არის ეს დაკავშირებული? როდესაც ვამბობთ, შეიცან თავი შენი, ხომ? აი, რას გულისხმობ თამაში? არა თუ ქრისტიანის ნებისმიერი ადამიანის აუცილებელი მოვალეობა საკუთარი თავის შეცნობა და დაფიქრება, ამისი განსაზღვრა. თუ გიდავხედოთ დედამიწაზე რამდენი სახის ცოცხალი არსება არის, მაშინ ადამიანი უნდა დაფიქრდეს, თუნდაც რასაც თქვათ ჩასახიან სკოლებში და ასწავლიან ევოლუციის თეორიით, რომ ის არის ერთადერთი განვითარებადი და განვითარებული არსება, უბრალოდ რითი განსხვავდება და რა არის მისი როლი და მისი ფუნქცია, თუნდაც აქედან შეხედოს და ზოგადად ნებისმიერმა ადამიანმა და განსაკუთრებით მორწმუნემ ეს აუცილებლად უნდა განსაზღვროს. როდესაც ჩვენ თავს მორწმუნოს უწოდებთ, ან რა არის მორწმუნეობა, რისთვის არის, რას წარმოადგენს, რატომ მოვიდა ამ ცხოვრებაში, ეს აუცილებელი ფაქტორი არის. ნებისმიერი არსება, ნებისმიერი რომელიც ცოცხლობს აბსოლუტურად იგივე ჩვენნაირად არის. ის მოდის, იბადება სიცოცხლეში, თავის გატანას, დამკვიდრებას ცდილობს, თავის თავმავლობას ტოვებს, თავის რაღაცა კვალს, ერთგვარს ქმნის, რომელსაც ჩვენი ერთგვარს დრო რეცხავს და ის დროს შეერწყმება. აბსოლუტურად იგივე არის ადამიანის მდგომარეობა და ამიტომ ადამიანი უნდა დაფიქრდეს, რომ მოვიდა ამ ცხოვრებაში, უბრალოდ მომხმარებელია იმ სამყაროსი და დემონსტრატორი, რომ აი იმ მომენტში ის არსებობს და მერე გაქრა ისე უნდა შეეგუოს, თუნდაც ის რომ შეიძლება ამა თუ იმ დამპყრობელივით მან თავისი რაღაცა სახელი ერთგვარად უგდაუყოს, მაგრამ მისი დანიშნულება ერთგვარად ისტორიის ფურცლებზე უგდაუყოს, მაგრამ მისი არსებითი მოსვლა რა არის? ყველა თუნდაც ამ ეპოპეით ხო არ ვიქნებით ანტიკური ეპოპეით, ეპოქით გამშვალული, რომ დავტოვოთ სახელი და წავიდეთ. დანიშნულება რა არის ადამიანისა? ეს აუცილებელი პროცესი არის, არის გზა, რომლითაც ადამიანი გამოარჩევს არა თუ სხვა არსებათაგან თავის პერსონას, თავის არსებას, არამედ გამორჩევს თავის პიროვნებას სხვა ადამიანთაგან და ნებისმიერი ადამიანის ცდელობა ეს არის და ამ შემთხვევაში გამორჩევა არა დემონსტრაციას გულისხმობს, რასაც ამბობს, არამედ საკუთარი თავის შეცნობა, სამყაროს, რომელთაც ის ინდივიდუალურობა, რომელიც მას უბოძებია მისთვის ღმერთს, აი ეს თავის თავში შეიცნოს. ანუ ადამიანის მიერ საკუთარი დანიშნულების გაცნობიერება უკავშირდება საკუთარი თავის შეცნობას. რამდენიმე ასეული მილიარდი ადამიანი ალბათ არსებობდა. სამყაროს შექმნიდან ჩვენ დღემდე არ ვიცით. ხშირად ვთქვათ, როდესაც ისტორიკოსები ანგარიშობენ ადამიანების რაოდენობას და სხვადასხვა შემთხვევებში აღწერენ ხოლმე, მაგალითად, ამა თუ იმ ბრძოლის შედეგად ამდენი ადამიანი ცხოვრობდა, თქვათ, ამა თუ იმ მონასტერში ამდენი ადამიანი მოსაგრეობდა და შემდეგ ეს რიცხვები გაბერილი გონიათ. ხა კონკრეტულად რაოდენობაზე ვსაუბრობ და მიზეზი ხაზგასმელი რა არის? მაშინდელი ადამიანებისგან განსხვავებით, დღევანდელი ადამიანებისგან განსხვავებით, მაშინდელი ადამიანები ერთი შვილის და ორი შვილის პატრონები არ იყვნენ. სამწუხაროდ მოწყვლადობა მაშინ აქტიური იყო და მაგრამ კაცობრიობა ყოველთვის დიდი რაოდენობის იყო, უბრალოდ რაღაცა მასშტაბი მათი შემცირდებოდა ომიანობის, მოწყვლადობის, სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ რაოდენობა დიდი იყო. არსებითი რა, ჩვენი თქმელი რა არის? ასეულობით მილიარდი ადამიანი არსებობდა. თითოეულ ადამიანისთვის ღმერთს უბოძებია გარკვეული უნათვისებები. ჩვენ გარკვეული უნათვისებებით ერთმანეთის რაღაცა მსგავსი ვართ. შეიძლება გარკვეულ სოციუმებად, ჯგუფებად, რაღაცა კლასტერებად დავყვათ, რომელიც თქვათ პროფესიულ ნიშანთვისებებით, უნართვისებებით, გარკვეული მისწრაფებებით მსგავსნი არიან, მაგრამ ამავე დროს ინდივიდუალურობას წარმოაჩენენ. ეს ადამიანები გარკვეული ეპოქის თუ დროის მონაკვეთში
თავის როლის შემსრულებლები, გარკვეული მისიის შემსრულებლები არიან, როდესაც თავის უნარების გამღვიძებელნი არიან, არა კონკრეტული მაინც ერთი მისიისთვის მიდიან, არამედ ის გაღვიძება, ის მისია მათ შეასრულებინებს საზოგადოებისთვის სასარგებლოს და საკუთარი თავის სასარგებლოს შეექმნებინებს და ერთი ყველაზე მთავარი რაც არის, რაც არ უნდა ჩვენ კლასტერებად, სოციუმებად, მსგავს ჯგუფებად დავყოთ, თითეული ჩვენგანისთვის, აი ეს ამდენი ასეული მილიარდი ადამიანი რო ვახსენეთ, ყველა ადამიანში გარკვეული ინდივიდუალურობა, თავისთავადობა ჩადებული, რომლითაც ის უნიკალურია სამყაროს შესაქმნიდან დღემდე და ღმერთმა თითოეულ მათგანში გარკვეული თავისი სიტყვა თქვა. აი ამ სიტყვის პოვნა, ამ უნარის თვისება, შეცნობა, საკუთარი თავის დანახვა, ეს ყველაზე მეტად არსებითია. რაც არ უნდა თითოეულ ჩვენგან ხატავდეთ, წერდეთ, მოქმედებდეთ, ვანგარიშობდეთ, ვნიდეთ რაღაცას, არსებობს გარკვეული ინდივიდუალური, რომელიც პიროვნებითად ის აწყვეტარსულია მომავლისთვის განუმეორებელ კვალს შექმნის საჭიროებას წარმოქმნის, რომელიც ესე ძვირფასია მთელი სამყაროსთვის. ეს უნარი ჩადო და ეს, რა თქმა უნდა, კი ბატონო, საკუთარი თავის შეცნობაში და აი ამ პროცესში, აი რაზეც თქვენ საუბრობთ, აი რა გვეხმარება ამაში, რომ ჩვენი დანიშნულება, მისია გავაცნობიეროთ და ვიპოვოთ ის მარცვალი, რა რაზეც თქვენ საუბრობთ, რაც არის ჩვენში ჩადებული ღვთისგან. ანტიკურ ეპოქაში იყო ზუსტად ეს გამონათქვამი, საიდან მოვიდოთ, სად მივიდოთ. ფილოსოფიის ამოსავალი ის არის და ფილოსოფიას ქრისტიანობამ, ამ შემთხვევაში რელიგია პირდაპირ დაურქვათ, გასცა პასუხი. საიდან მოვიდოთ, სად მივიდოთ. ვინ არის ჩვენი დასაბამი, რა არის ჩვენი დასაბამი, რა არის ჩვენი ამოსავალი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ქრისტიანებმა პირდაპირ განსაზღვრულად ვიცით, რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი და ეს ხატება ნიშნავს ღვთის ბუნების თვისების მსგავსებას, გარკვეული იმის ასახვას, რომელიც ადამიანის სულს გააჩნია, სწორედ ამიტომ ღმერთთან მიმართებაში იწყება ჩვენი სულა, ჩვენი პროცესი, რომ შევიმეცნებთ ღმერთს, იმის ანასხლეთს დავინახავთ და ასე ვთქვათ, როგორც მიქელანჯელოზე არის ესეთი ხატობრივი გამონათქვამი, რომ მიქელანჯელო არა თუ უბრალოდ აქანდაკებდა, არამედ ქანდაკებას ზედნადები, ლოდის ზედნადების განათავისუფლებდა. ასევე ჩვენ ცხოვრებაში, როდესაც წუთის სოფლისეული გარკვეული ნებითი უნებლიეთ ზედნადებებისგან ვიფარებით, აი საღვთო ღმერთთან ურთიერთობა არა ბრმა მეტრადიციულობა, არა ბრმა ადათები, არა ბრმა რიტუალეობა, არამედ უშუალოდ გაცნობიერება ღმერთთან ურთიერთობისა ეს აძლევს ადამიანს გაინთავისუფლოს ზედმეტებისგან და უშუალოდ საკუთარი თავი დაინახოს ღმერთთან მისწრაფებაში. ამის ცალსახა რეცეპტი არის ღმერთთან ურთიერთობა. ოღონდ ისევ ხაზგასმის ვიტყვით. ზოგჯერ ადამიანებისთვის ღმერთთან მისწრაფება ურთიერთობას წარმოუდგენიათ, რომ დავალეს ილოცა, რაღაცა დოზით სიამოვნა ლოცვა, უთხრეს რომ ნაინმარხულო და საკვებ რაციონის დიფერენცირებაზე გადავიდა მაშინვე, თქვათ უნდა მოხვიდე ევქარისტიულ კავშირში იყო და ტაძარში მოსწრება აქვს, მაგრამ რა არის მისთვის ლოცვა, ანუ ღმერთთან კავშირი, ეს არა უქმია, რა არის განკრძალვა გარკვეულ მოქმედებათაგან, შინაგან ასპარესთაგან და არა ცალსახად საკვებისგან და რა არის იქ ღმერთთან ევქარისტიულ კავშირში მოსვლა, რომელიც მადლისავსება არის და მადლისავსება სულიერ და ფიზიკურ პროცესებს წარმართავს და თუნდაც ის, რასაც მაცხოვარი გავში ამბობს, რომ ვინც 5,000 აქცია მას უფრო მეტი მიემატება, აი სწორედ ეს ხდება აქ. ზრდა შინაგანი პროცესი, როდესაც თითოეულ მოქმედებას ღვთისგან მოწოდებულს ადამიანი იყენებს გააზრებულად და საკუთარ თავში ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებს. აი აქ ამ დროს ხდება ერთ საინტერესო პროცესი. ის ზოგადად ადამიანურ არსებას შეისწავლის და მერე ამ ადამიანური პიროვნებით, ადამიანური არსებიდან საკუთარ პიროვნების შემეცნებამდე გადადის და იქ ღმერთი აჩვენებს საზოგადო და მის ინდივიდუალურ პიროვნულ თვისებებს. ეს ღმერთთან მისწრაფებით ურთიერთობაში ხდება. მამა ლევან, აი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, როდესაც მივაღწევთ რაღაც კონკრეტულ ზრდასრულ ასაკს, ვიცით ხოლმე თქმა და ალბათ თავის მოწონებაც ხომ საზოგადოების წინაშე, რომ მე ჩემ თავს შესანიშნავად ვიცნობ, გადასარევად ვიცი, ჩემზე უკეთ ვინ იცის ჩემი თავი. აი რამდენად შეიძლება მიუხედავად იმისა, რა ასაკშიც არ უნდა იყოს ადამიანი, რამდენად შეუძლია საბოლოოდ ეს აღქმა რამდენად სწორია ადამიანის გონებაში, რომ მან საკუთარი თავი ამოიცნო, შეიცნო ბოლომდე და შეუძლია თქვას გააკეთოს ის, რაც თავად მოესურვება, რომ იცის საბოლოო ჯამში როგორია თავიდან ბოლომდე მისი პიროვნება და
მოდი ეს საკითხი ორ ნაწილად გავყოთ. მან ორი დეტალი არის აუცილებლად განსასაზღვრელი. ერთი, რამდენად შეიცნო საერთოდ და მეორე თუ შეიცნო თვითკმაყოფილებაში ჩავარ და განვითარება აღარ სურს. განვითარება მაშინვე ერთ ადგილას გაყინვას გულისხმობს, რომელიც უკუსვლა არის. მთელი სამყარო მატერიალური ავიღოთ თუნდაც ერთგვარ მოძრაობაშია, დინამიკაში, ერთგვარ ცვლილებაშია, გარდასახვაში არის. და თუ ადამიანი თავის სულიერ პროცესის და სრულ გარდასახვას, მარა დაუსრულებელ გარდასახვას არ ეცდება, ის გაყინულ მდგომარეობაში. თუნდაც მოდი ქრისტიანისთვის გასაგებიანი ვთქვათ, იყავი სრული, ვითარცა ზეციერ მამა არის სრული. რას ნიშნავს ეს? ღმერთი შემეცნება უსასრულო პროცესი არის. ღმერთი რო განსაზღვროთ, ეს უსასრულო პროცესი არის და თავისთავად, ანუ რა რომ ადამიანში ჩაუდია ღმერთს ის პოტენციალი, რომ უსასრულო მისწრაფებების მართალია ღმერთი დაუსრულებელია, მაგრამ ადამიანს შეუძლია უსასრულო მისწრაფებებით განვითარდეს. მითხარით თავი ჩვენი ფიზიკური შეზღუდულობით, ფიზიოლოგიური შეზღუდულობით, იმ მატერიალური ცნოდნით, თუნდაც ერთგვარი ფსიქოლოგიური ეხლანდელი გადასახედით, რამდენად ვიცით ჩვენი თავი და განგვისაზღვროს. მარტივი პასუხი თვითონ ავად მეცნიერებმა მოსწ დღეს ჩვენ სამყაროს დედამიწას მხოლოდ 5%-ით ვიცნობთ. 5%-ით ვიცნობთ. თუ უბრალოდ რა ხდება დედამიწაზე და ალბათ რამდენადაც უფრო მეტად განვითარდება მეცნიერება და მოიწყო სახელი ერთ-ერთი მე-19 საუკუნის მიჯნაზე იყო ერთ-ერთი მეცნიერი რომელიც ამბობდა ჩვენ ავედით იმ ქსერზე სადაც უკიდეგანო სამყარო დავინახეთ და უბრალოდ დანახვაც კი შეუძლებელია რამდენად შესამეცნებელი გვაქვს და დღევანდელ ვითარებაში ზუსტად ეს არის რაც უფრო მეტად შევიცნობთ სამყაროს უფრო მეტი ასპარეზის წინაშე ვდგებით და როგორ შეიძლება ერთი კონკრეტული ფაზიდან მდგომარეობიდან ადამიანმა განსაზღვროს რომ ის საკუთარ თავს კარგად იცნობს თუნდაც ასე ვთქვათ კარგად განსაზღვრა თავის პიროვნება და შეიცნო რა შეიცნო თავისი ქცევები რა შეცვალა და საკუთარ თავს რა ნაყოფი მოუტანა უბრალოდ აკმაყოფილებს ის მდგომარეობა და თავისი არსებობის დემონსტრატორი და მომხმარებელია მხოლოდ ხასიათია თვისებები გულისხმობა მოდით ასე ვთქვათ პრაიდში ლომი თავისი ქცევით დემონსტრატორი არის პრაიდის ხელმძღვანელი გახდა და ანგლის ხროვის წარმომადგენელი გახდა წინამძღოლი და შემდგომ ის მომხმარებელია. მასთან პირველ ნანადირები რომ აქვს პირველს თვითონ აკარებს პირს და შემდგომ ეკარებიან დანარჩენი ისინი. ანუ იმან პოზიციას დაიკავა გარკვეულ გარშემო მომხმარებელია დამთავრდა გაქრა რამდენი ასეთი პრაიდი არსებობდა და არსებობს რამდენიათი წინამძღოლი და არსრებითი რა. ჩვენ ისევ ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენ ცხოვრებაში დაუგვირდეთ თუ კი ჩვენ ცალსახად სამყაროდან მომხმარებელი და ჩვენი თავის დემონსტრატორები ვართ ეს არაფრით არ განგვასხოვებს ღორისგან, ძროხისგან, ლომისგან, ნებისმიერი მიკრობისგან, მარჯანისგან, რომელიც სასერიგად არსებობდა ჩვენგან დამოუკიდებლად და ვიცოდეთ კიდეც აი თუნდაც ადამიანურ დონეზე განვიხილოთ ცხოვრობენ ადამიანები ჩვენ გვერდით არათუ წარსულში რომლებსაც ჩვენზე წარმოდგენა არ აქვს და ეს ბუნებრივია და გადავადრო, როდესაც ჩვენზე წარმოდგენა არ ექნებათ, ამიტომ ადამიანი თვითკმაყოფილებას არასდროს არ უნდა დაეუფლოს. მან უნდა მოძებნოს, რა არის, ვინ არის, საკუთარ თავს სიხარულე მოუტანოს და საკუთარი თავის წარმადობით ასახოს გარე სამყაროზე წარმატება მოუტანოს დანარჩენ თუნდაც ადამიანს, თუნდაც სამყაროს. და ამ შემთხვევაში არათუ უბრალოდ თვითკმაყოფილებით პოპულარობას მოპოვება ხდება, არამედ იბადება ის პროცესი, რომელსაც თუნდაც ადამიანში უხეშად ვთქვათ დოფამინის გამოყოფა მოყვება, ენდორფინის გამოყოფა მოყვება. მამა ლევან, აი ზოგჯერ არის რომ ადამიანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია სულიერად, მაგრამ საერთოდ ვერ აცნობიერებს ამას და სულიერი თვალები დაბრმავებული აქვს, ხო? შეიძლება ასე ითქვას. თქვენ ბრძანეთ რომ ღვთისკენ მისწრაფება ეხმარება ადამიანს საკუთარი თავის შეცნობაში, მაგრამ შესაძლებელია ადამიანს ეგონოს რომ ნამდვილად ღვთისკენ მიისწრაფის, სინამდვილეში არ იყოს ასე. ანუ სად ამოწმებს ადამიანი იმას რომ ის ნამდვილად თქვა ღვთისკენ მიისწრაფის, რა მდგომარეობაში, ანუ მოძღვრის როლზე მინდა გკითხოთ და ასევე გარემოს როლზეც. რამდენად
რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავის შეცნობის პროცესში ადამიანებმა გაითვალისწინონ ისიც, სხვები რას ფიქრობენ მასზე. ნუ, როდესაც თქვა სიყვარულით არის მიდგომა და არა ჩასაფრებული პოზიციიდან. მოდით ესეთი რამე ვთქვათ, პირდაპირდანვე შევთანხმდეთ, რომ ადამიანი, რომელიც ხალხმოუხმარებელია, პირუტყვოსტონეს არის. შემდეგ რაც შეეხება ადამიანისთვის ღმერთს მოგუძებია საღვთო სწავლება. საღვთო სწავლება წმინდა წერილი, რომელიც ერთგვარი ეტალონია, საპირწონეა ჩვენი მდგომარეობის. აი, შევხედოთ და ყველაზე მთავარი რაც არის ეს განცხადებული მოქმედება, ეს არის თავად ქრისტე. პირველი რაც შევნიშნოთ საღვთო სწავლებაზე, ეს არ არის რაღაცა დირექტივები, რომელიც ნორმატივი უნდა შევასრულოთ და ვაამოთ მას, არამედ ეს არის რჩევები, რომელთაც გზამკვლევად მივდივართ საკუთარი თავის შემეცნებისა, საკუთარი თავის სრულყოფისა, საკუთარი თავის კორექტირებისა და ეტალონად რომ როგორი უნდა იყოს ადამიანი, ამათ თავის განხორციელებული ღმერთი არის ქრისტე. და ამ შემთხვევაში ეს არჩევანი ზოგჯერ ჩვენთვის რთულია ხოლმე. მას შევიტყვით ქრისტე ღმერთი განკაცებული იყო. აი სწორედ მაგ მთავრდება არსებითი მნიშვნელოვანი რა, რაც ღმერთმა მოიმოქმედა, ეს არის განკაცება. არა მოჩვენებითად, არა ის რომ ღვთაებრივმა ბუნებამ შტანდკა კაცობრიობა, არამედ ხელუხლებელი დატოვა. კაცობრიობი ბუნება ეს არის არსებითი მნიშვნელოვანი, რადგანაც ასპარეზი თუნდაც ის რომ წუთისოფლის გამოწვევები, ხო, საზოგადოებრივი აზრი, შეხედულება, შეუძლებლობა ზეწოლა, უამრავი გარემოებები, რომელთაც ადამიანს არჩევანის გაკეთება უჭირს და ის საზოგადოებრივი წრეხის გამო სანახევროდ ან საერთოდ ისე აკეთებს, აი ამ შემთხვევაში ეს გზა თავად ქრისტემ გაიარა და როდესაც სურს ადამიანს კორექტირება, შეხედოს ქრისტეს და მოისმინოს ქრისტესგან მისდამი ნათქვამი. ის ხომ არა უბრალოდ ისტორია, რომელიც თქვა 2100 წლის წინ მოხდა. ეს ხომ არ არის რაღაცა ბიოგრაფიული ისა. ეს არის მოქმედება, მეტყველება არა კონკრეტული ეპოქისადმი, პირველი საუკუნის ადამიანებისადმი, არამედ თითოეული ჩვენგანისადმი. არა თქვა რაღაცა ბრმად უნდა იკითხოს ადამიანმა, არამედ საკითხვისას დააფიქსიროს ქრისტეს წინაშე დგას, ეუბნება და ეს არჩევანი უნდა გაგაცნოს. მსგავსი მაგალითი შეიძლება ჩვენ გავიხსენოთ, როდესაც მდიდარი ჭაბუკი ხდება. ან ცალკეული ადამიანები, რომლებიც ზუსტად წუთისოფლისეული გავლენების და ზეწოლის და წნეხის ქვეშ არიან და მათ არჩევანი უჭირს. ან მდიდარი წავი და მწუხარე. ვერ გააკეთა არჩევანი. იმიტომ რომ ის გარკვეული შეხედულებებით, წუთისოფლისეული შეხედულებებით იყო, არათ უბრალოდ სიმდიდრე კომფორტის სიამოვნებდა. ეს პროცესიც იყო, მაგრამ მეორე პროცესიც იყო შეხედულება. ის ვერ დათმობდა, მას უგუნურად ჩათვლიდნენ. და სწორედ ამ შემთხვევაში აი ესეთი მსგავსი არჩევანი არა მარტო უბრალოდ მატერიალურისგან გამიჯვნაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, ზოგადად შეხედულებათაგან გამიჯვნა და ქრისტეს მიერ შემოთავაზებული არჩევანი, ეს არის მნიშვნელოვანი ასპარეზი და მე რამდენად იდენტური ვართ. რამდენად არა უბრალოდ ბრმა იუდაურად რაღაც ესეთი რომ ვთქვათ მოსეს წესებს ასრულებდნენ ბრმად და არის თავისებდნენ როგორ გამოეყენებდათ ის. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ისინი ასახავდნენ ძველი აღთქმის ადამიანები, რომლებიც ასახავდნენ და საკუთარ თავში ისინი წინარე ქრისტიანები იყვნენ, ასე ვთქვათ, ესეთი ტერმინი გამოვიყენოთ და მათ თავის თავში გაგებული ჰქონდათ, რას ეუბნებოდა ღმერთი მოსეს პირით. რას ეუბნებოდა წინასწარმეტყველთა პირით და ცხოვრობდნენ, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბრმამეშებათეები იყვნენ. ბრმადასრულებდნენ ყველაფერს, მაგრამ საკუთარ თავში შედეგი არ მიჰქონდათ. ზუსტად ეს კრიტერიუმი უნდა განსაზღვროთ ჩვენ საღვთო ცნებები, რომლითაც საკუთარ თავში რაცვლებებს მივახციეთ და ზუსტად აი ეს ეტალონი, როდესაც მუდმივი სიფხიზლე ხდება, ეს არის ბიძგებელი. ზოგადი ადამიანური არსი შევიმეცნოთ და მე უშუალოდ პიროვნულ ინდივიდუალურზე გადავიდეთ, სადაც დავინახავთ ჩვენ შეარსებულ საზოგადოებას თუ კერძოს. დიახ, გარემოზე ვისაუბრეთ, ახსენეთ ასევე სხვადასხვა საუკუნე და სხვადასხვა საუკუნის ადამიანები. ზოგადად ამ საუკუნეებს სხვადასხვა პერიოდს რამდენად აქვს დიდი მნიშვნელობა და რამდენად რეაგირებს და მოქმედებს ადამიანების საკუთარი თავის შეცნობის გზაზე, გვეხმარება, ხელს გვიშლის, რომ საკუთარი თავი ამოვიცნოთ. დღევანდელი ცხოვრება როგორია და როგორი იყო წინა საუკუნეებში ცხოვრება, ამ კუთხით ამის შესახებაც მომისაუბროთ მომავალში. იცით რა არის, ყველა ეპოქას თავისი გამოწვევები ქონდა, ამის გარკვეული მიზეზი
ეს გარემოებები არსებობდა, შეხედულებები და ცოდნა, ინფორმატიულობა რამდენად იყო სამყაროს აღქმა, თუნდაც მატერიალური აღქმა როგორი იყო, ეს გამოწვევები იყო. ასევე თქვა შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ, რომ დღევანდელი გადასახედით ტექნიკურად პროგრესირებულები ვართ, გარკვეული გამოცდილებაა დაგროვილი, მაგრამ არსებობს კიდე ერთი ნიუანსი, რომ ჩვენ მაგალითად სამწუხაროდ რეგრესირებულები ვართ რელიგიური შემეცნებიდან, ღმერთთან ცდომისაგან და ის ადამიანები ღვთისმცდომისგან შორს არ იყვნენ. რაც შეეხება საინტერესო რამ არის, რომ ადამიანი ევოლუციონური არსება არ არის. ადამიანი მაშინაც რაც იყო, ისევ ის არის დღეს ფიზიოლოგიურ თვალსაზრისით და შესაბამისად თუ ჩვენ ძველი ეპოქის ადამიანს დღევანდელ დღეში გადმოვიყვანთ ის წარმატებით შეიძლება ჩვენზე გაცილებით წარჩინებით აითვისოს ყოველივე ეხლანდელი დაგროვილი და უნჯებული ცოდნა ჩვენზე უკეთესი აღმოჩნდეს ძალიან სწრაფად და პირიქითაც დღევანდელი ეპოქის ადამიანით გადავსვათ გაცილებით უფრო რეგრესირებადი აღმოჩნდეს ვიდრე მაშინდელი ადამიანი რომელიც ერთგვარად ჩამორჩენილი იყო თავისი აზროვნება ქცევით. ანუ ის რომ ჩვენ შევხედოთ რომ 21 საუკუნის ადამიანი ვარ ეს ყველაზე ცუდი ტერმინი არის 21 საუკუნეს ერთგვარი გამოცდილება ცოდნა და დაგროვებული ოღონდ თუ იყენებ და თუ მიდიხარ და მოდი ესე ვთქვათ ჩვენ ღმერთთან ცდომა აქტიური ისეთი სიღრმისეული დაკარგული გვაქვს თუნდაც ელემენტარულად ცოდნას თავი დავანებოთ ცოდნის გამოყენება რომელსაც ჩვენ რწმენას დავარქვით ერთია წავიკითხო მეორე გავითავისო ხო მაცხოვარი შეხედავს ხოლმე და იქ კაპერნაუმში ასის თავი შეხვდა იქ ცალკეული ქრივი შეხვდა იქ ადამიანი შეხვდა რომელშიც უფრო მეტი რწმენა ნახა ვიდრე თქვათ ჟულის მოზღორებში და წიგნობაში და ამბობს რომ ასეთი ის მთელ ისრაელში და იერუსალიმში არ მინახავს. ანუ ერთია ცოდნა. თუნდაც ის ადამიანი რომელიც მის სამოსის იმას ეხება და განიკურნება. ანუ მე გამოვიყენო საღვთო ცნება ეს უკვე ცალკე ასპარეზია და მეორეა ცალკე ცოდნა და არცოდნის თემა კიდე ცალკე სხვა არის და ნებისმიერი ჩვენ თუ წარსულის თემას გადავხედავთ ერთი რამ არის ჩვენ ერთი პრიორიტეტი გვაქვს რამდენადაც მრავალგზის გავიმეორებ კონსპექტს ერთ თემას შევეხები უფრო მეტად გადავიაზრებ უფრო მეტად დავიმახსოვრებ უფრო მეტ გამოცდილებით გავითვალისწინებ მაგრამ ზოგჯერ წარსულის გამოყენება ჩვენ გარკვეული შეცდომების გარკვეული მდგომარეობის გამოყენება ჩვენ ეს არ ვიცით ერთი რასაც ზოგადად ურჩევ და განსაკუთრებით მე ახალგაზრდებს ურჩევ რომლებიც მესმის რომ ასაკობრივად ისინი ემოციურ სწრაფად ცვალებად გრძნობებზე არიან დამყარებული გრძნობათა მღელვარების გარდა აუცილებლად შემეცნებას დაუთმონ ვინ არის რა არის რომ მხოლოდ მომხმარებელი არ არის მხოლოდ გართობისთვის არ არის მხოლოდ გარკვეული სიამებისთვის არ არის კი ბატონო გამტვირთვა გარკვეული ჯანმრთელი დოზით და ჯანმრთელი ქცევით გარკვეულწილად მისცენ გამტვირთვა აუცილებელია რომ ხალისით გონებამ გადატვირთვა მიიღოს და კვლავ შემეცნებას დაუბრუნდეს მაგრამ არა უბრალოდ თქვათ ინსტიტუტის თუ სკოლისგან მიწოდებული ნორმატივების ჩაბარება გამოცდების ანაზღაურებაზე იყოს არამედ მიღებული ცოდნის გამოყენება გადააზრება ისწავლო ეს რა თქმა უნდა ასაკობრივი ფაქტორიც არის ფსიქოლოგიური ფაქტორიც არის შემდგომ უფრო ხდება თუმცა ნუ ჩავთვლით ესე ხშირად 15-14 წლის და 18 წლის ახალგაზრდობა ძალიან კარგად იაზრებს ძალიან კარგად პროგრესირება და გამომყენებელია იმისა და ამიტომ ვურჩევ რომ არ იყოს მომხმარებელი არამედ შემეცნებელი მამალევან აი ადამიანი თუ კი მიდის სწორად საკუთარი შეცნობის გზაზე, თავის შეცნობის გზაზე, ბუნებრივია ის ხედავს თავის უძლურებასაც, ხო? თქვათ აი მომეც განცდა თვისთა ცოდვათა როგორც არის ეფრემ ასურის ლოცვაში და როგორი არის ასეთი ადამიანი? არის თუ არა უფრო მეტად თავმდაბალი რაღაცნაირად თქვათ სხვას აღარ განიკითხავს შესაბამისად? ეს ძალიან ინდივიდუალური პროცესია, ეს არის გზა ამ შემთხვევაში, რომელიც შენ გეხმარება მოტივი რომ დაინახო. აი ნახეთ, მოდი პირველ ადამიანზე გადავიდეთ. აკრძალული ხილი რას წარმოადგენდა? აკრძალული ხილი არა უბრალოდ მხოლოდ და მხოლოდ თვისადმი მორჩილება იყო. აი იყო ერთ საინტერესო რამ. შემეცნების ხის ნაყოფზე ის მიღებაზე იყო საუბარი. რას ნიშნავდა ეს? შემეცნებას ღმერთი უკრძალავდა? არა, დღითიდღე უფალი ეცხადებოდა, შემეცნებას აძლევდა. და ის ხე ადამიანს შეახსენებდა რომ სრულყოფილი არ იყო და ზუსტად
იქ სრულყოფილ სამყაროში, რომელსაც კომფორტის წარმოიდგინეთ, უწვერვალესი მდგომარეობა ჰქონდა, თვითკმაყოფილებაში არ ჩერჩენილიყო და პირუტყულ მდგომარეობაში არ გარდასახულიყო. მეისთვის შემეცნების ხე ცალსახად ფაქტორი იყო, რომ ერთ მდგომარეობაში არ გაჭედილიყო და დაუსრულებელ პროცესში ყოფილიყო და მოთხოვნა არათუ სიხარულისა, რომელიც ღმერთის გამოცხადებას მადლითად მოაქვს, არამედ მოთხოვნა შემეცნებისა ქონოდა და ეს ხე მასში ახსენებდა, რომ სრულყოფილი არისო. და ჩვენი მდგომარეობა ზუსტად ეს არის, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და თვითკმაყოფილების განცდა ადამიანს აფხიზლებდეს და თვითკმაყოფილებას არ ბადებდეს. დიახ. ერთ მდგომარეობაში არ ვიყინებოდეთ. ძალიან დიდი მადლობა მამა ლევან საინტერესო საუბრისთვის, ჩვენთან მობრძანებისთვის. წყნეთი ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი საუბრობდა სტუდიაში.